Hualing, Tbilisi dənizinin yeni şəhəri, ekoloji təmiz mühitdə yaşa, qiymətin 10%-ni ödə və yeni mənzilə köç. Əlaqə nömrəsi 277 88 88. ექსკლუზიურად მხოლოდ Elite Electronics-ში. Lenovo-ს Yoga პლანშეტი 559 ლარად. აკრიფეთ ცოდნა. Ariston-იქ თავაზობთ იტალიური ქვაბების ყველაზე დიდ ასორტიმენტს საქართველოში. იტალიური ხარისხი და დიზაინი, კომფორტი, სიმარტივე, უხმაურო მუშაობის რეჟიმი. ამ ყველაფერს იტალიური Ariston-ის ცენტრალური გათბობის ქვაბები გვპირდებათ. Ariston-ი, უსაფრთხო და საიმედო არჩევანი თქვენი ოჯახის მაქსიმალური კომფორტისთვის. ვინ მომცამე ამის ბედი, ვინ რას მოგცემს ცხოვრებაში არაფერი მომიგია. ამოიღეს ფაზები შენი ლექსიკონიდან. მოდი Elite Electronics-ში და ნებისმიერი წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენისას ამოიღე აი ასეთი ბილეთი. გარანტირებულად მომგებიანი ბილეთი, რომლითაც მიიღებ ფაზდაკლებას, ან სულაც უფასოდ მიიღებ შენთვის სასურველ ნივთს, ან გახდები ავტომობილის მფლობელი. Hualing, Tbilisi dənizinin yeni şəhəri, asan əldə et. 10 illik kreditli əmək haqqı istinad olmadan. Əlaqə saxlayın 277 88 88. მსოფლიო ლიდერი ბრენდი 62 წლიანი გამოცდილებით Demir Dokum-ი წარმოგიდგენთ ყველაზე უსაფრთხო გაზზე მომუშავე წყალგამაცხელებლებს წვის დახურული კამერით. აირჩიეთ ერთადერთი წყალგამაცხელებელი საქართველოში, რომელიც მუშაობს 0.1 ბარ წყლის წნევაზე და იცხოვრეთ მშვიდად. Demir Dokum-ი. უსაფრთხო და საიმედო არჩევანი თქვენი ოჯახის მაქსიმალურ კომფორტისთვის. ექსკლუზიურად მხოლოდ Elite Electronics-ში Dell-ის ბიზნეს სერიის ნოუთბუქი 1059 ლარად. ამერიკული ბრენდი 3 წლიანი გარანტიით. აკრიფეთ ცოდნა. ულტრათანამეტროვე, მრავალპროფილური, ISO სტანდარტის კლინიკა N-Medici გთავაზობთ სრულ ამბულატორიულ და ლაბორატორიულ მომსახურებას. თვალის, ფარისებრი ჯირკვლისა და მუცლის ხვრუს ქირურგია, გინეკოლოგია, მამოლოგია და ენდოკრინოლოგიური სტაციონარი. კლინიკა N-Medici, კლასიკური მედიცინა პროფესიონალიზმი და მრავალწლიანი გამოცდილება. ენერგოეფექტური, ეკოლოგიურად უსაფრთხო, თანამედროვე ევროპული ტექნოლოგიებით პირველადი ბოჭკოსგან დამზადებული პოლიპროპილენის მილები ცხელი და ცივი წყლის მოხმარებისთვის. საქართველოში უმაღლეს ხარისხს საუკეთესო ფასად მხოლოდ Vespo გთავაზობთ. Vespo, უსაფრთხო და საიმედო არჩევანი თქვენი ოჯახის მაქსიმალური კომფორტისთვის. მხოლოდ Elite Electronics-ში Huawei P9 Lite 629 ლარად, ხოლო საჩუქრად ყურსასმენი. აკრიფეთ ცოდნა. Hualing, Tbilisi dənizinin yeni şəhəri, yeni optimal planlaşdırılmış 1, 2 və 3 otaqlı mənzillər. Əlaqə nömrəsi 277 88 88. მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები სოფელ ყიზილაჯოს რწმუნებულთან ერთად ყიზილაჯოს საბავშვო ბაღს ესტუმნენ, სადაც ადრეული ჩარევის ცენტრის ბენეფიციარებთან და ბავშვი ოჯახის საზოგადოების ცენტრის ხელმძღვანელთან ერთად შეხვედრა გამართეს. ისაუბრეს პროგრამაზე და სამომავლო გეგმებზე. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს ყურბან ბაირამის დღესთან დაკავშირებით სასწავლო საჩუქრები გადაეცათ. ორგანიზაცია ბავშვი ოჯახის საზოგადოება უკვე 1 წელია მარნეულის მუნიციპალიტეტში სენსორული პრობლემების მქონე და მრავლობითი დარღვევების მქონე ბავშვებს ეხმარება სხვა ბავშვებთან ინტეგრაციაში. ცენტრში სულ 25 ბენეფიციარია. ადრეული ჩარევის ცენტრი მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსებით ფუნქციონირებს. მარტის თვიდან დაგყავს ძალიან კმაყოფილები ვართ. დიდი წარმატება მიაღწია ჩემს შვილმა აი ამ ცენტრის დახმარებით და დიდი იმედი მაქვს რომ უკეთესი წარმატება ექნებათ და ჩაკეტილები არ იქნებიან ჩვენი ბავშვები და საზოგადოება გაიცნობს და რა თქმა უნდა თვითონაც ბავშვები კარგად იქნებიან, კარგად იგრძნობენ თავს, რომ სხვა ბავშვებს არ ჩამორჩენ და უკეთესი განვითარება მიიღონ და დიდი მადლობა ყველაფრისთვის. განახდა სასწავლო წელი და ჩვენ შეპირების სამებრ მოვედი და მცირედი საჩუქრები ბავშვებს გადავავეცეთ. ეს საგანმანათლებლო საჩუქრები იყო ძირითადად და დაპირების სამებრ გავისაუბრეთ მათთან, მშობლები იყვნენ და ფაქტურად უკვე
წელი სრულდება, რაც ეს აღნიშნული ცენტრი მუშაობდა, შედეგები გვაქვს ძალიან კარგი, განსხვავებულია კმაყოფილება როგორც ბავშვების, ასევე მშობლების მხრიდან არის ძალიან დიდი. იყო საკითხები განხილული, თუ მომავალში როგორ გავაგრძელებთ, რა უნდა იყოს, მუnicipality ღებულობს თავზე მათი დაფინანსება და ცენტრის შენახვის პირობებს ფაქტობრივად და უკვე საკითხი დგება მისი განვითარების, გაფართოების, მიულოცა დღევანდელი ყურბალბაირამი, მათ ვიცარიან კიდევ მიულოცა მთელი რაიონის ობას და უშუალო წარმატებებს. ჩვენი დღე შეხვედრა იმსახურებოდა იმას, რომ კიდევ ერთხელ ხაზი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისადმი ჩვენს კეთილგანწყობას და სოლიდარობას მოვიწვიეთ გამილი, რომელმაც თავად განსაზღვრა თავისი სურვილი და რომ უნდა ბავშვებისთვის საჩუქრების გადაცემა. ეს ეხმაურებოდა გუშინდელ დღეს, როდესაც იყო ყურბან-ბაირამის დიდი დღესასწაული მოსახლეობისთვის და ასევე ჩვენ სურვილი მასთან შეხვედრის, რომ გვესაუბრა შემდგომ გამოწვევები, რაც არის სოციალური სერვისების დაარსება მარნეულის რაიონში. პარტია ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თამაზ ნავერიანი მარნეულის SMP-ს და სამხედრო ქალაქის დასახლებაში მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივებმა ძირითადად კანალიზაციისა და სასმელი წყლის პრობლემაზე ისაუბრეს. თამაზ ნავერიანმა მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო და პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა. აქ არის ბევრი რამე გაკეთებული, ხალხი კმაყოფილია, ხედავთ თქვენ რომ სტადიონი უკვე დამთავრების ფაზაში არის. პატარა პრობლემა არის აქ კანალიზაციის პრობლემა, რომელიც იოლად მოსაგვარებელია. მაგას შევპირდით და გავუკეთებთ ამ მოსახლეობას. ვიყავით SMP-ს დასახლებაში, იქაც ანალოგიური პრობლემა, იქაც არის სტადიონის პრობლემა, სტადიონის დაგეგმარება. აუცილებლად ჩვენ დავაყენებთ საკითხს, მე როცა ამირჩევენ, აუცილებლად რომ იქაც მოუგვაროთ ეს ინფრასტრუქტურული პროექტი და პრობლემა იმ სტადიონის გაკეთების თაობაზე და დანარჩენი ძალიან კარგად შემხვდა ხალხი. ვიცი რომ ესენი ამირჩევენ მე და მე ვიქნები მათ გვერდში და გავითვალისწინებ ყველა მათ პრობლემას აუცილებლად არჩევის შემთხვევაში. დღეს ჩვენთან ბრძანდებოდა მარნეულის მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატი თამაზ ნავერიანი. ძალიან მოხარულები და გახარებული, აჟიტირებულები ვართ, სიმართლე რო გითხრათ. საზოგადოებას ეთყობა, გაგვაცნო თავიანთი სამუშაო პროგრამა, ჩვენი პრობლემები მოვახსენეთ და დიდი იმედია ერთად გადავჭრით ამ ჩვენ პრობლემებს ბატონი თამაზ ნავერიანის დახმარებით. ეხლა მოვიდა ისევ ქართული ოცნება. რომ არ ცემდე პატივს, საერთოდ გარეთაც არ გამოვიდოთ, მაგრამ მართლა მინდა რომ გავიდეს და გაიმარჯვოს ქართული ოცნება, მაგრამ რაღაცა ელემენტარული აი ამ ბავშვებისთვის. აი ეს წყალი არა გვაქვს და კანალიზაცია რო გადმოდის, ტუალეტში რო ბავშვები ვერ მიდიან. რო გადმოდის და ყარს ყველაფერი ერთ კრანის გამო ოჯახივით ცხოვრობთ და ეს პატარა უბანი და ერთმანეთს ჭამთ და ჩხუბობთ. შეიძლება აი ამ ერთ კრანზე ხან მოდის წყალი და ხან არა. 4 კორპუსია დაკმაყოფილდეს. კრანიდან ჩვენ ხელი ვერ დაგვიბანია. მოვიდა და ჯერ არ მithქვია არაფერი, ჯერ არ დამპირებია არაფერს. ჯერ მე არ ვარ მისული იქამდე რა და რომ მივალ ალბათ დამპირდება, მაგრამ თავარია რომ დამპირდება არა, აი ეხლა. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, თლიანი უბანი. თუ დაიწყებენ ეხლა კიდევ ერთი თვეა რაღაცის გაკეთებას, ყველა ერთხმად ვართ 51-ის მომხრეები. თუ არა, მაშინ არც ერთი არ წავა ამ არჩევნებს. პარტია ნაციონალური მოძრაობის დეპუტატობის კანდიდატი ახმედ იმამყულიევის სოფელ იმირში ბაქოს ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა და საარჩევნო პროგრამა წარუდგინა. ადგილობრივებს სასმელი წყლის პრობლემა აქვთ. მათი თქმით, წყალი თითქმის არასდროს არ მოდის სოფელში და დახმარებას ითხოვენ. წყალი არასდროს არ გვაქვს. მე ნაოპერაციები ქალი ვარ და მეორე ქუჩიდან წყლის ზიდვა არ შემიძლია. იძულებულები ვართ არხის წყალი გამოვიყენოთ, რომელიც ძალიან ბინძურია. პატარა ბავშვების წამლებით სავსეა სახლი, რადგან სულ ალერგია ემართებათ წყლისგან. სხვა გზა არ გვაქვს, სულ დაუბანლები ხომ არ ვიქნებით. დასალევად წყალს კიდევ ვიყიდით და დასაბან წყალს რა ვუყოთ. განცხადებით ადგილობრივ ხელისუფლებას მიუმართეთ რამდენჯერმე, მაგრამ პრობლემას მაინც არავინ გვიგგვარებს. როგორც იცით, ახლა ვართ სოფელ იმირში, ბაქოს ქუჩაზე, ამჟამად მოსახლეობასთან შეხვედრის
არჩევნებთან დაკავშირებით შეხვედრები არის და ჩვენ მოვედით მოსახლეობასთან, ვკითხეთ რა აწუხებს და როგორ აწუხებს და ჩვენი პროგრამები გვინდოდა რომ ამათ გავეცნოთ, მაგრამ სამწუხაროდ დღეს ჩვენ ვხედავთ რომ ამათ სასმელი წყალი არ აქვს ამ მოსახლეობას. დღეს დღევანდელი ხელისუფლება ჩვენი მარნეულის ხელმძღვანელები საერთოდ თითითიძე არ აქვს დადებული, უკვე 3 წელია რაც არის აქ გაკეთებული ვითომ ეგრეთ წოდებული სასმელი წყლის ტრუბები, მაგრამ 2 წლის განმავლობაში არანაირი წყალი არ აქვს. არაუღიათ, აი მეც ვხედავ ამჟამად აქ მრიცხველი არის, წყლის მრიცხველი დგას და მრიცხველზე არის დაწერილი 2 წლის განმავლობაში 45 კილოვატი. ანუ ეს ნიშნავს, რომ წყალი საერთოდ არ აქვს. ეს ხალხი აგერ არხი არის, სარწყავი არხის წყლიდან ვიღებთო წყალს და იმით ვაბანებთ ამ ჩვენ ბავშვებს. დღეს თუ დღევანდელი ხელისუფლება თუ ცდილობს ამ მოსახლეობის დაჩაგრებას, სამწუხაროა ესეთი აზრი ვისაც აქვს, მე მგონი და აუცილებლად უნდა დაესაჯონ. მე რასაც გავიგე, ყველაზე საინტერესო მომენტი აქ არის, რომ თურმე იმავე წყლის სამსახურიდან, არ ვიცი ახლა რომელ კომპანიას ეხება, მაგრამ იმათი თანამშრომლები მოდიან ამ მოსახლეობისგან, იღებენ კიდე ყოველთვიურად 1000 ლარს და ჩეკები გვაქვსო, ახლა წავიდა ქალბატონმა უნდა მოიტანოს ეს ჩეკები და თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ეგ ჩეკები და აქედან პირდაპირ მივმართავ იმ უწყებებს, რომელსაც ეხება, რომ ესეთი კანონდარღვევები რომ მე წესრიგშიც კი არ არის ეს იღებენ, მე ვფიქრობ რომ ეს ქთამიც კი არ ვიცი რა არის, ანუ ძალით რო იღებ ფულს ამ მოსახლეებისგან იმით რომ არანაირი წყალიც არ აძლევ, უნდა აუცილებლად მიხედონ ასამქეს და მე პირდები რომ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის თანავე ეს ყველაფერი გაკეთდება და აუცილებლად უბრალო ცხოვრების დონეზე უნდა გაკეთდეს ეს სარწყავი კი არა სასმელი წყალი, კონდეს მოსახლეობას რომ იცხოვრონ უბრალოდ როგორც ადამიანები. თემასთან დაკავშირებით მარნეულის სოფწყალში აცხადებენ, რომ წყალი სოფელს გრაფიკით აქვს და ყოველთვის ჩვეულებრივ რეჟიმში მიეწოდება. ემირში არის წყალი, ყველა მიდის. არის ესეთ მდგომარეობა, სანამ მთლიანად არ გამრიცხულებება იმერი, წნევით არ ექნება თუ რა. წყალი როგორც ასეთი კრანიდან, როგორც ჩვენი კანონმდებლობა ითვალისწინებს, გადმოდის წყალი და არის. უბრალოდ არის იმისი ბრალი ეს ვიღაც იმანყულიევი რო არის ნაციონალების მაჟორიტარი დეპუტატი. ამ სოფლების დადის და დემაგოგობს და ხალხს თავისი მომხრები ვინც არიან ეს. გრაფიკი არის სამშაბათი და არის პარასკევი. პარტია ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობის დეპუტატობის კანდიდატი ვეფხვია გურგენიშვილის სოფელ წერეთლის ერთ-ერთი უბნის მოსახლეობას შეხვდა და საარჩევნო პროგრამა წარუდგინა. ადგილობრივ მოსახლეობას დეპუტატობის კანდიდატი პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა. მე გავაცანი ჩვენი პარტიის საარჩევნო პროგრამა, ვილაპარაკე ზოგადად რაიონის პრობლემებზე, მოსახლეობის პრობლემებზე. მე მათგანაც მოვისმინე შესაბამისად ის პრობლემები, რომელიც სოფელს აწუხებს, ზოგადად რაიონს აწუხებს. ყოველ შემთხვევაში კმაყოფილი ვარ შეხვედრით. ხარს მიჭერენ, იმედი მაქვს გამარჯვების და 2 ოქტომბერს ჩვენ ვიტყვით ჩვენ სიტყვას. საქართველოს აზერბაიჯანელთა ქალთა კავშირის ორგანიზებით მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა გაიმართა სახელწოდებით ეთნიკური უმცირესობების საარჩევნო გზამკვლევი. შეხვედრის მიზანია ეთნიკური უმცირესობების ჩართულობა და ინფორმაციის მიწოდება საარჩევნო სისტემის შესახებ. შეხვედრას ესწრებოდნენ მარნეულის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია. დღევანდელი შეხვედრა ტარდება საქართველოს აზერბაიჯან ქალთა კავშირის პროექტის ფარგლებში, რომელსაც ქვია ეთნიკური უმცირესობების საარჩევნო გზამკვლევი და ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ ვატარებთ სხვადასხვა ღონისძიებებს, ანუ მთლიანად 2 თვის განმავლობაში პროექტის ჩარჩოებში ჩატარდება 80-მდე სხვადასხვა შეხვედრა საინფორმაციო. მთავარი მიზანია ამ პროექტის ეთნიკური წარმოშობის ამორჩევლის აქტივიზაცია და მათი ხელშეწყობა მათი ჩართულობის საარჩევნო პროცესებში. და რა თქმა უნდა, ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ
Deməli, bugünkü görüşdə Ამ შეხვედრაზე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიიღებენ. Ამ ორგანიზაციას დიდი მადლობა ასეთი საინტერესო შეხვედრისთვის და ვისურვებდი, რომ ხშირად ჩატარდეს მსგავსი ღონისძიებები. təşkilatçılarına və Azərbaycan Marneuli munisipalitetinin özündarə etməsinin rəhbər şəxsləri Qızıl Hacılı kəndində uşaq bağçasına qonaq oldular. Proqramdan və gələcək planlardan danışdılar. Əngəlli uşaqlara Qurban Bayramı münasibətilə tədris hədiyyələri təqdim etdilər. Uşaq Ailə və Cəmiyyət Təşkilatı artıq bir ildir ki, əngəlli uşaqlara yardım edir. Mərkəzdə 25 benefisiar var. Mərkəz Marneuli munisipalitetinin icra hakimiyyəti tərəfindən maliyyələşir. Mən təşəkkür edirəm doğrudan bu bağçanın açılışına görə və müəllimlərə görə, bu heyətə görə ki, komanda qurulub və bizim uşaqlarımıza kömək edirlər. Minnətdaram doğrudan biz artıq keçən ildən istifadə edirik və çox valideyn kimi çox razıyam. Çox yaxşı müəllimlər var, uşaqlarla çox maraqlanırlar, onlara məhəbbətlə dərs keçirlər və bu valideyn kimi mənə çox xoşdur. Mən təşəkkür edirəm kim ki bu proyekti irəli sürüb, uşaqları düşünüb, uşaqların qayğısına qalıb, hər birisinə təşəkkür edirəm və minnətdaram doğrudan bir valideyn kimi və təşəkkür edirəm bu günləri bir çox suallara cavab verdilər və yenidən edəcəkləri işlər üçün bizə məlumat verdilər bir valideyn kimi. Minnətdaram, Gürcü dilini öyrənməkdə bizə kömək edəcəklərinə görə təşəkkür edirəm doğrudan. Biz həm valideynlərə, həm körpələrin düşündüyünə görə hər kəsə, dövlətinə, Gürcüstanın icra başçısına, hər bir kəsə minnətdaram və körpələrimizə hədiyyə verdilər, sevindirdilər. Yenə də təşəkkür edirəm. Tədris ili artıq başlayır. Uşaqlara kiçik hədiyyələrimiz oldu. Valideynlərlə tədris proqramı və gələcək planlar haqqında söhbətlər etdik. Bir il fəaliyyət göstərməyinə baxmayaraq mərkəz uğurlu nəticələr əldə edib. Həmçinin fürsətdən istifadə edərək uşaqların və valideynlərin Qurban bayramlarını da təbrik etdik. Bugünkü görüşümüz əngəlli uşaqlara xidmət edirdi. Görüşə icra başçımız dəvətli idi. O uşaqlara hədiyyələr təqdim edərək bayramlarını təbrik etdi və onunla bərabər mərkəzimizə aid gələcək planlarından danışdı. Gürcü Arzusu Demokratik Gürcüstan Partiyasının deputatlığa majoritar namizədi Tamaz Naveryani Marneulinin SMB və hərbi qəsəbə sakinləri ilə görüşərək problemləri dinlədi, seçki proqramını tanış etdi. Yerlilərin problemləri əsasən kanalizasiya və içməli sudan ibarətdir. Tamaz Naveryani qələbə çaldığı təqdirdə əhalini narahat edən problemləri həll edəcəyini bildirdi. Burada çox layihələr həyata keçib. Əhali razıdır. Kiçik problemlər var, o da həll olunacaq. SMP qəsəbəsində də əhali ilə görüşdük, oralarda da həmin problemlər var. Qələbə çaldığım təqdirdə bu problemlər öz həllini tapacaq. Bilirəm ki, bu küçələrin sakinləri məni dəstəkləyirlər və mən də hər zaman vətəndaşların arxasında duracağam. Bugün namizədimizin bizimlə görüşü baş tutdu. Çox razı qaldıq. Öz gələcək proqramını bizə tanış etdi və problemlərimizi dinlədi. Ümid edirəm namizədimiz qalib olar və problemlərimizi həlli yolunu tapar. İstəyirəm Gürcü Arzusu qalib gəlsin seçkilərdə və bizim problemlərimizi həll etsin. Bizim qəsəbənin problemləri çoxdur. Ümid edirəm problemlərimizi həll edəcək namizədimiz. Vahid Milli Hərəkat Partiyasının deputatlığa majoritar namizədi Əhməd İmamquliyev İmel kəndinin əhalisi ilə görüşərək seçki proqramını tanış etdi. Yerlilərin içməli su problemləri var. Onların dediklərinə görə kəndə heç vaxt su buraxılmır və yardım istəyirlər. Öyümdür, vapşi su görməmişik. Özüm də 53 yaşım var, əpress olmuşam. Qonşudan su gətirməyə qırıca qalxıb. Üzr istəyirəm. Niveskamdır, balaca uşaqlardır. Arxın suyu ilə yeməkdən qırıyazın sudur. Hər şey gəlir arxına, mudar şeylər gəlir. Görəsən, ətin üşür Quran haqqı.
balaca uşaqların reseptləri öyrətmir. İmkanım yoxdur, mən gedəm uşaqları liseniya eləyəm. Havağa kimi. როგორც იცით ახლა ვართ სოფელი მირში, ბაქოს ქუჩაზე. Hal-hazırda İmir kəndindəyik. Seçkilərlə bağlı görüş keçiririk. Əhali görüş əsnasında bildirdilər ki, onları içməli su problemi narahat edir. 3 ildir ki, kəndə su buraxılmır. Baxmayaraq ki, kənddə içməli su kəməri yenilənib. Yerlilərin dediklərinə görə uşaqlar və özləri çimmək üçün arx suyundan istifadə edirlər. Maraqlısı da budur ki, buraya baxan su şirkəti suyu buraxmamaqla bərabər əlavə olaraq hər ay gələrək onlar məbləğində əhalidən pul toplayırlar. Aidiyyatı orqanlara müraciət edirəm ki, bu məsələyə baxılsın və ölçülər götürülsün. Söz verirəm ki, hakimiyyətə gəldiyim təqdirdə bu və ya başqa problemləri aradan qaldıracağam. Məsələ ilə bağlı Marneolinin kənd suyu şirkətindən bildirdilər ki, kəndə su qrafiklə buraxılır. İmirə su buraxılır. Kənd bütünlüklə sayğaçlar almayanadək su təzyiqi aşağı səviyyədə buraxılacaq. Məsələ orasındadır ki, İmam Quliyev Milli Hərəkət Partiyasının namizədi kəndə gələrək demagogluq edir. Qrafik 2-ci və 5-ci günüdür. Burca Nadin Demokratik Hərəkat Partiyasının deputatlığa majoritar namizədi Vebxuya Qurgenişvili Sərətel kəndinin məhləsinin birində əhali ilə görüşərək seçki proqramını tanış etdi. Namizəd yerlilərə mövcud problemləri aradan qaldıracağına söz verdi. Mən seçki proqramımızı əhaliyə tanış etdim. Rayon problemləri haqda söhbətlər etdik. Görüşdən razı qaldım. Mənə dəstək olurlar. Oktyabrın 8-i biz sözümüzü deyəcəyik. Gürcüstanın Azərbaycanlı Qadınlar İttifaqının təşkilatçılığı ilə Marneolinin Mülki Məşğulluq Mərkəzində bugün milli azlıq nümayəndələrinin seçki prosesləri haqqında məlumat çatdırmaq mövzusu altında görüş keçirildi. Görüşün məqsədi milli azlıqlar nümayəndələrinin seçki proseslərinə cəlb olunmasıdır. Görüşə Marneolinin milli azlıqlar nümayəndələri, qeyri-hökumət təşkilatçılar və mətbuat qatılmışdı. Bugünkü görüş Gürcüstanın Azərbaycanlı Qadınlar İttifaqının təşkilatçılığı ilə keçirilir. 2 ay ərzində 80-ə yaxın müxtəlif tədbirlər keçiriləcək. Layihənin məqsədi milli azlıq nümayəndələrinin seçkilərə fəal cəlb olunmasıdır. Deməli, bugünkü görüşdə biz milli azlıqların seçkilər barədə informasiyası alınmağı barədə çox böyük məlumatlar topladıq. Çox təşəkkür edirik CSQO-nun təşkilatçılarına və Azərbaycanlı Qadınlar İttifaqına. Onlar həmişə çalışırlar ki, milli azlıqlar bu barədə lazımi informasiya toplasınlar və fəal olsunlar seçkilərdə. Çox təşəkkür edirik, çox gözəl informasiyalar aldıq.